როცა ამ ვიდეოს ნახავთ ეგრევე შემდეგზე გადადით და იმის შემდეგზე გადადით თუ ამ ვიდეოს მაგივრად წინას უყურებთ მაშინ ამაზე გადმოდით და თუ ამის შემდეგს ნახულობთ მაშინ ჯერ ამაზე გადმოდით და მე ისევ გადადით იმიტომ რომ ეს არის 3 სერიანი სიგნატორების განხილვის ვიდეო და ეს არის პირველი აუ მოფიქრებული მქონდა როგორ დამესწრო ეს ვიდეო ეხლა შენ დაიწყე თავიდან სიგნატორების კვირეული გვექნება სამკვირიანი კვირეული და მე რაც თქვი დაახლოებით იგივე თქვი შეც იგივე არეულობა თქვი სამ სხვადასხვა სიგნატორის გავსინჯავთ დამოუკიდებელ ბოთლერს კვირაში ერთი ვიდეო დაიდება პირველი არის სიგნატორის Secret Space ID, on secret ამას აღარ აწერია, ადრე აწერდნენ და წითელი ეტიკეტი იყო და ეს უბრალოდ Space ID, სიგნატორის დამოუკიდებელი ბოთლერის, ეს არის სერია სიგნატორის 100 proof, ეგრე ქვია, რომელიც არის კასრის სიძლიერის ბოთლების ვისკების სერია. ეს არის 100 proof edition ნომერი 25. სულ ძალიან ბევრი რაღაცა 35 თუ 40 edition-ი აქვს გამოშვებული სხვადასხვა დისტილერიების და ხოშოს კლუბს ჰქონდა ივენთი, შენ მაშინ არ იყავი თბილისში და ვერ დაესწარი. 5 თუ 6 სხვადასხვა დისტილერია ჰქონდა ამ 100 proof-ის სიგნატორის დეგუსტაციაზე. ეს არის Speyside M 2011 წელს დისტილერებული და ჭორები ამბობენ ჯერ კიდე როცა Secret Speyside აწერდნენ წითლად შავ ეტიკეტზე რომ ეს Secret Speyside იყო ანუ საიდუმლო Speyside იყო მაკალანი და ეხლა სიგნატორი მარგა და პირდაპირ ფრჩხილებში Speyside დაუწერა M ანუ მაკალანის მესამეასო ხო, რა ვიცი, ამბობენ და რავი, მაკალანია. აი, დაუჯეროთ ამ ჭორებს, ან არ დაუჯეროთ ჭორებს, როგორც გინდათ. ნუ, არის დაზოლებული შერის კასრებში, რაც აწერია, ხო, ამისა first and refill როლოსო შერიბა წორები. რაც არის მაკალანური. ხო, კასრები როგორც რეფილები, ისევე first fill-ებია გამოყენებული მიქსში. 13 წელი დაძველება, 57.1 გრადუსი. შეუღებავი, გაუფილტრავი და ასე შემდეგ. ყველა გაგებით კარგი უნდა იყოს რა, თან სიგნატორი არის და გამოგიწყლებით და ძალიან მიყვარს სიგნატორი რა. სიგნატორი სუდი ვისკი არ დამი ყველაზე იაფიც 40 გრადუსიანი იყო რამე 53 კი 40-იანი ჩვენ გავსინჯეთ ყოშტოში ისიც კარგი იყო მაგის თქმა ძალიან კარგი იყო ის იყო იდეალური ვისკი ქული არ იყო აუ როგორ დამავიწყდა მოკლედ ძალიან მაგარი რაღაცა გავსინჯეთ სულ ვიძახით რომ ეს სიგნატორი სულ კასრის სიძლიერებს უშვებს და რაღაც ჩვენ შევხვდა 40 გრადუსიანი ხო და აი უგემრიელესი რაღაცა უგემრი ძალიან კარგი ოლტმორი ხო 53-იანებიც იყო იქ 46-იანებიც გაგვისინჯავს ქულილები იყო მაგალითებზე კი მოკლედ ეხა ერთ რამეს გაგიმხელთ რა და არ ჩამეშვათ იქ მწვანე ბოთლების სექტაში რა მე ეს უფრო მე საინტერესოება რა სიგნატორი ჯამში არ ვაღიარებ მწვანე ბოთლების ხაზი ეს Scotch Malt Whisky Society ძალიან მაგარი ქსელია, ძალიან მაგარი ბოთლერია, ძალიან მაგარი რაღაცები აქვს. ძვირად. აი აქ იაფათაც კაი რაღაცებს იშოვი სიგნატორისთან და იქ იაფათ ძალიან გაგიჭირდება კარგი შოვნა რა, ძალიან გაგიჭირდება. სიგნატორის იაფათაც კარგი ვისკი აქვს რა და ბევრად უფრო საინტერესოა ჩემთვის. თან ბიჭო, არ ვიცი ეს მწვანე ბოთლის გამოა, ერთნაირები რო არის ყველა, ხო იცი მარტო კოდები რო აზერია, თუ რის გამოა ძალიან ხშირ შემთხვევაში მეჩვენება რომ სულ ერთნაირი ვისკები აქვს. ხო და ეხლა შენ რო მეჩვენება, მესმის განწყობაა მაგრამ აქ ბევრად საინტერესო ამბები. მრავალფეროვნებაა რა მაგალითად. შენ რო არ დაგწхон ახლა მე ვიტყვი რომ საერთოდ 5 ეულში არ შემყავს მწვანე ბოთლები დამოუკიდებელი ბოთლერების. აუცილებლად ჩვენი საქმე. ერთი ამ სამ ვიდეოს სიგნატორების განხილვას დავდებთ და ქვეყნიდან წავალ დაახლოებით 3 წელი რომ დაგავიწყდეთ ეს ყველაფერი მწვანე ბოთლების სექტას მოგმართავთ ამ შემთხვევაში მხოლოდ. დაი მოკლედ მაგარია ვაღიარებ მაგრამ რა ქვია ეს უფრო მე საინტერესოება რა. და ფასი ხარისხის მიხედვით მე მგონი რომ ხო ფასიც არ გვიწყობს ამის 60 ევრომდე 60 ევროსთან მიახლოებით 50-ათაც იშოვით ძალიან თუ მოინდომებთ ხო რაღაც იმაზე ხო შეიძლება 60 მეტი ზღიდის მე საშუალოდ 60-მდე არის ნაყიდი სხვათა შორის კაკაბას ღვაწლი უნდა დავაფასოთ აუცილებლად ამაშიც და შემდეგ ვიდეოშიც კიდევ ერთში მაგრამ იქ მე შემდეგში ვთქვას და ეს კაკაბას ბოთლია და 63-მდე აქვს შეძენილი როგორც თვითონ გითხრა მეც გადავხედე და დაახლოებით ეგრე ხის. ასაკი არ გითხრა 13 წლიანი არის რაც საკმაოდ საინტერესო ასაკია. თქვი მაგრამ არ მისმენდა. თქვი? მაგრამ თქვი შენც რა გენაღლება მინდა. ხო. მოკლედ წესით მაკალანი, სავარაუდოდ ფასი მისაღები, რავი, ბოთლერი მშვენიერი, გრადუსი გადასარევი, კონცეფციად მშვენიერი, first fill-ებიც არის, second fill-ებიც არის. ოლოროსო მთლიანად. ასაკიც არის, გრადუსიც მაღალია. ხო. მაკალანი არის თუ არ არის, ეს თქვენ გადაწყვეტეთ, ჭორები ამბობენ არისო. თუმცა მე როგორც რატო გადმოვიტანეთ ეს ჭორების მიხედვით, ჩართულად ესეა. რუმორსე ინგლისური კალკი გადმოვიტანეთ სავარაუდოდ, ხო? მე მგონი ინგლისურად არის ეგრე. რუმორსე.
კი, ეგ არის. ჭორები ამბობენ, ხო? ხო, და მეც ნახე, აი დამო. კიდე იცი რამე ჩვენ ქართულ ჟურნალისტებზე მესინება ხოლმე რა. ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება. ანუ კითხვა კი არ ჩნდება, კითხვის ნიშანი ჩნდება. აბა რა კითხვის ნიშნები გაჩნდება ახლა მე ხო თქა ამ სითხეში. გოგირდი. გოგირდი არის კი. არა და ამდენ ხნის განმავლობაში რაღაც. ეს არის ხო. ეს არის ორ თვეზე მეტი არის გახსნილია რა. კი, ორ თვეზე მეტი იქნება ჩვენ ზუსტად ვიცით ორ თვეზე მეტია რაც გახსნილი. გოგირდი აქვს, მაგრამ ისეთ გამახსენებელი არ არის რა. გოგირდთან ერთ არის აი მჟავე ოლოროსოა რა. ხო აი მჟავე ოლოროსო თავის სიტყვასთან ერთად კი. ოლოროსა რომ ცოტა რომ შეგიძმარდეს გამჟავდეს რაღაცა ეთი. ეგით რომ დაემართოს ხო, მაგრამ მე მგონი გოგირდი ქაჩავს მაქსიმ მჟავეს მიხვდი. გოგირდი ცოტა რომ დაკრავს, გადმოაქვს ეგ ბუკეტი ამჟავების კე. აი რაღაცა გათავს გახვევს, მომჟავო რაღაც იმას რა ქვია. მაგრამ აი ეს გოგირდ თუ კაი ჯანდაბას დავივიწყებთ, ცოტა გვერდზე თუ გავწევთ, ბუკეტი ცუდი არ არის, მაგრამ რო გითხრათ ახლა რაღაც განსაკუთრებული უცხო და ახალი არაფერი არ არის, ძალიან ნაცნობი ბუკეტი არის გოგირდის უკან. ისი რა არის, ჩვენ რაღაცა სასწაულს ველოდებოდით ახლა რახან მაკალანია და რეალურად ჩვენ ახლა ხანს გავსინჯეთ მაკალანები. და მე მგონი რატო ველოდებოდით რაღაცა სერიოზული ეჭვი. მომავალში შევეცდებით რომ ეს ეჭვები გავამყაროთ აი შედარებით ძველების და ახლების, მაგრამ მეც გამიჩნდა ლემასაც გაუჩნდა, თქვათ არ გაუჩნდებოდა რომ მაკალანის ხარისხი საით მიდის კითხვის ნიშნები გაუჩნდა. საით მიდის და ბოლო წლების გამოშვება 24 წლის ბოთლებზე ელაპარაკე 25-24. ვიდეოში რო ვერ ვეწვით ისეთ იქით მიდის. თავი სასწრაფოდ ჩასაწერია მაკალანის თაობების ომები. კი, ნამდვილად შესაძლებელი არის, ხო, იმიტომ რომ იქიდან გამომდინარე რომ მაკალანის ყველაზე კარგად აქვს აწყობილი მარკეტინგული ხაზი იმისა რომ მაკალანი შენ უნდა მოაგროვო შეინახო, იმიტომ რომ ძვირდება ამის გამო თავისუფლება ხომ არ მისცეს რომ ხარისხი დაეგდოთ. მაინც არავინ არ სვამსო და რასაც უნდა იმას ასწავლენ შეგნით რა. არის, ოღონდ ეს ყველაფერი დასამტკიცებელია და ნუ თუ რა თქმა უნდა ჩვენ ხელში ჩაგვივარდება თაობების ომისთვის ზუსტად ერთიგივე მაკალანები აბსოლუტურად უბრალოდ 4-5 წლიანი მინიმუმ სხვაობით აუცილებლად შევადარებთ რომ არ დარჩეს ეს ჩვენს ეჭვებად. ჯერჯერობით მე თავისუფლებას ვერ მიცემ რომ ესე ღიად ომი გამოუცხადო მაკალანის თანამედროვე ბოთლებს. ნახოთ. კაი, ამასობაში გოგირდი გადავიდა, ცივი ჩაი გაჩნდა. ой, გადავიდა რა კაია. ხო, ცივი ჩაი წამოვიდა. კაი შავი ჩაი, კი. მაგრამ და აი ეს მშრალი ოლოროსო სიტყვა ანუ შერის სიტყვა არ არის რა, აი სიმშრალე მოდის ოლოროსოსი მარტო რა. კი, მაგრამ კარგი ბუკეტი აქვს რა. გოგირდი რომ გადავიდა, კარგია. ვერაფერს დაუწუდა. მეგეთი ვისკი თუ გინდა ნორმალურია, კი. რა თქმა უნდა, ამ ხაზში და ამ რა ქვია, ბუკეტში ბევრად უკეთესი ვისკები გაგვისინჯავს ესეთი, ოღონ უკეთესი ხარისხის, ესეთი კომბინაციის გემოების, მაგრამ ძვირებიც არის უფრო ისინი. მაგრამ არ მგონია რომ 60 ევროთ 55-60 ევროთ ამ ხაზის ვისკი ახლა ვფიქრობ და ვერ ვიხსენებ აი ესეთი მართლა ოლოროსოს სიმძიმის ვისკები ალბათ იქნება რაღაცა რა უკვე ისეთი ფასია რომ იქნება. ანუ ვერ ვიტყვი რომ იაფია და ისეთი როიალ ბრაკლა. გლენალახი 15-იანი. 12. ან გლენალახი 15-იანი. გლენალახი 15. დაახლოებით იგივე ფასია, ხო? მე მგონი 60-ზე იაფებს ის, ხო? ეგ განწყობაა. არაფერ ჩამოვარდება, შეიძლება ჯობია კიდევაც. რა ვიცი. თუმცა ნუ აი ისეთია რა. ესეც კაია. ის უფრო კამპოტია, მე როგორც მახსოვს. ის უფრო ანუ ამაში სიტყვა არ არის საერთოდ ახლა ჩემთვის. ამაში არის შავი ჩაი, აი ძალიან მძიმე შავი ჩაი. ცოტა მენთოლიც მოდის ოდნავ. ცოტა მენთოლი მოდის, ეგ ალბათ მაღალი გრადუსისგან მოდის. შეიძლება. და აი ოდნავ ოლოროსოს სიმშრალე სიმჟავე რა, ანუ სიტყვა არ მოდის, სიმშრალე და სიმჟავე მოდის. ცოტა შორს გავწევ ლეღვები გაიჩნდა. მაგრამ ლეღვი როგორც წესი არ აქვს ხოლმე იმას ოლოროსოს უფრო ფიქს აქვს ხოლმე. ხო, მაგრამ ცოტათი აი. ნახე, აი შორიდან უსუნე ამას, ნახე რა კარგი ლეღვებია, ოღონდ ძალიან არ ჩაყოცხირი, იმიტომ რომ ინტენსიურია. ჩაყავი და მე ნელ-ნელა გაწიე და ისე უსუნე. კი, შენთან არის, ანდარ არის. მართალი ხარ. აქ უფრო მჟავია. უფრო მჟავია, კი. რა ხდება, ვერ გავიგე. უკვე მეორეჯერ ჯობნის კოპიტა გლენმას. ნუ ეგეთი ვისკები დაემთხვა რა. გლენ კეირნს, არ მომწონს. ეგეთი ვისკები დაემთხვა. აუ, გავსინჯოთ. გავსინჯოთ, აბა. წვავს. სიცხარე მეტი აქვს. ოლოროსო უფრო კარგად დაეტყო. უფრო სქელია. გემოზე ბევრად უკეთესია. სქელია რაღაცნაირი. გემოზე ბევრად უკეთესია ვიდრე სული ქონდა. იმიტომ რომ გემოზე გოგირდი აღარ არის. ეგ არის რა.
კარგად დაიწყო ოლოროსო, შეიძლება წყალმა უკეთეს ვარიანტად აქციოს, იმიტომ რომ სპირტმა შეჭამა ცოტა ეს არომატები, ოდნავ სპირტის ხო, სიმწარე ამოვარდნილია, ოდნავ ძალიან არა. მაგრამ შერი დაიწყო, ანუ ეს რაღაცა ბლანტი, მშრალი, სიტკბო რაღაცნაირი სასიამოვნო. კი, ფინიშიც. გაგრძელდა ოღონდ, წვა გაგრძელდა უფრო იცი? წვა ნუ ახლა ხო, სპირტის ამბავია რა. ხო. მაღალი გრადუსის გამო არის ყველაფერი. თუმცა ეს მაღალი გრადუსი ემსახურება რომ გახსნას ეს არომატები პირის ღრუში და მთლიანად გაიწოვოს გახსნილ ემაზე, რა ქვია, რეცეპტორებზე. და ცოტა ზედმეტი იყო. ცხვირზე მე მგონი არაფერი არ შეიცვალა. აი, სიტკბო დააყვა. გიგის გოგირდი მოაშორა კიდე უფრო. მე კიდე ვამბობდი რომ პირიქით ცოტა უფრო წამოიღო გოგირდი. ნახე, აქ აღარ თითქმის აღარ არის გოგირდი ამაშია. ნახე, არის? არ ვიცი მე შეიძლება. ხო, ნაკლებია ვიდრე ამაში. აქ თითქოს ჭიქაში დასხმულს წყლის დასხმამდე ნელ-ნელა გაუმიავდა გოგირდი და წყალი რო დავამატე თითქოს ისევ წამოიღო რა. შესაბამისად იმჟამა მეტი იქნება მანდ. კი. ეს სუნი მე ხა მირჩევნია. ამას წყლის დასხმულის სუნი მირჩევნია ვიდრე მანამდე იყო. გამბა გემოზე ნახოთ. ცოტა ამჟავა. ბიჭო, ამჟავა და სიტყვით დაუკარგა. ეხლა ნახე ის ბალანსი დაჯდა, ზედმეტი ალკოჰოლის აღარ არის. მაგრამ ნუ გემოებიც აღარ არის. ხო, არ მოუხდა წყალი. ნუ უფრო მარტივი დასალევი გახდა რა თქმა უნდა. მარტივი დასალევია, კი. მაგრამ აი ის რაც იყო ბლანტი ოლოროსოს ეფექტი, ის აღარ არის საერთოდ ხო? არა, ხო. არა, ის ბუმ მირჩევნია რა. ცოტა სიმწარე გაუჩნდა. არის საფეთქება პირში. ხო. სიმწარეც ოდნავ გაუჩნდა, მაგრამ თაფლოვანი სიმწარე არის, ანუ ძალიან ვაშლის კურკა სიმწარე არ არის. ასატადი სიმწარეა რა. ხო. ისე რა. არა, ის ჯობდა ის პირის საფეთქება გამოეწვია, ვიდრე ესე რაღაც არც იქით ყოფილიყო არც აქეთ რა. რავი, საშუალო ვისკია. ხო. აქვს თავის მინუსებიც, პლუსებიც, 60 ევრომდე ფასიც. ისე რა, ახლო არის ფასი ხარისხით ჩემი აზრით. ცოტა ნაკლებს ვისურვებდი რომ ღირდეს როგორც ყოველთვის რა. ხო რა. არ ვიცი, ხო, ცოტა არა, მოდი უფრო დავიწუნებ რა. 50 ევრო უკვე არის რა ასარჩევად. ამ ტიპის ვისკებში 50-55 ევროთ ვახსენეთ უკვე. პირველ ვისკებში არის. უბრალოდ ხო, გასაგებია კასრის სიძლიერეა რაღაცა აქვს თავის საინტერესო რაღაცები კასრის სიძლიერეს, წყალსასხამ ჩამოყავს, სხვანაირი ხდება, ასე შემდეგ. ნუ აი ამ უღამში შეიძლება თქვა რომ ხო, პრინციპშია, რავი, კასრის სიძლიერის ახანარი და თან სიგნატორია. ოკეი, რა 60 ევრო. დიდად ვერ ვეჭმობები. მოკლედ, ხო. როგორც მივხვდით არ მოგვეწონა ეს ვისკი რა. პირდაპირ თქვა. ანუ დაილევა, მაგრამ შენ თვითონ რო არ იყიდე ეგეთი ვისკი. არ გამახსენდება არასოდეს ეხა სიგნატორის ქულილები ორივე გამახსენდა. არასდროს არ დამოვიწყდება, წერა რო ვახსენე. ის ორი ქულილი შევადარდი გახსოვს სიგნატორის რაღაც სხვა. ერთი იყო სიგნატორის, მეორე იყო გორდონ მაკველის ორივე გამახსენდა ხო. აი ესენი ის ვისკები ორივეს თავის რაღაც გამორჩეული ხაზი ქონდა და ისა რაღაცა. არის ვისკები რომელიც არ გავიწყდება რა და ამას აქვს ბუკეტი რომელიც ძალიან ბევრ ვისკიში მეორდება და თან არც ისე კარგად რო თქვა რომ აუ რას ლაპარაკობ აი ესეთი კარგად ამ ფასში. არა, ნუ ფასიც ისეთი აქვს და ოკეი, თუ ესეთი ვისკი გინდათ, დალევ სიამოვნებას მიიღებ და დიდად არ ინერვიულებ, რომ 55-60 ევრო გადაიხადე ამ ყველაფერში, მით უმეტეს კასრის სიძლიერეში გადაიხადე, თან ჭორებია, მაკალანიაო. ხო. ესე იგი, ნახე, სიგნატორი. გორდონ ენ მაკფილი. ხო. პროვენანსი. პროვენანსიც მიურეი მაგდევიდი. კი ბატონო. ადელფი. ადელფი ის არ მახსოვს. იტალიური პირველი დამოუკიდებელი ბოთლერია დედამიწაზე ადელფი. იტალიური არ მახსოვს. ისა კიდე MG კადენჰედი. ხო. და ხალხი იძახის რომ მწვანე ბოთლები ყველაზე არა, მწვანე ბოთლები მართლა მაგრები არიან, თავის ქსელიც ისეთი აქვს და ამბავი, მაგრამ ნუ აი ის ხო, გორდონ მაკფელის კარგია და სიგნატორიც ხო, აი ამორს გამოვარჩევდი, მე სხვა დამოუკიდებელი ბოთლებისგან და ბევრ საინტერესო რაღაცას იპოვით ამათთან ხალხო. ძალიან ბევრს ვიდრე ის სერიული რაღაცა core range-ის ვისკები შეიძლება იყოს და საინტერესო ფასებად. კაკაბას მადლობა კიდევ ერთხელ, ეგ არის და ეგ. კაკაბას მადლობა და დაელოდეთ შემდეგ ორ ვიდეოს, შემდეგი 2 კვირის მანძილზე, იმიტომ რომ კიდევ ორი სიგნატორის კიდევ ორი ძალიან საინტერესო ვისკი გელით განხილვაში, ასე რომ გამოიწერეთ არხი, გაწვევდეთ Facebook ჯგუფში ვისკის მოყვარულთა კლუბი.